მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლო, ჩვენ ვიწყებთ გადაცემას, რომელსაც ქვია დიდი გადაცემა, უბრალოდ ჩვენ ამ სეზონს ხურავთ. დღეს ეს სეზონის დახურვა, ძალიან მალე დაგიბრუნდებით. ჩვენ ვეცდებით გადაცემის მეორე ნაწილში რაღაც ანალიზის მოვახდინოთ განვლილი 6 თვიანი პერიოდისა. თუმცა ბევრი საანალიზო არ არის, იმიტომ რომ პოლიტიკა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და საქართველოს ფარგლებს გარეშე, მაგრამ საქართველოში მაინც ძალიან ერთი უცნაური სიმარტივით გამოირჩევა. ეს სიმარტივი არის შემდეგი. საქართველოში მოკვდა ოპოზიცია. ოპოზიცია არ მოკლეს. ოპოზიცია არ მოკლა ეგრეთ წოდებულმა დიქტატორულმა რეჟიმმა, ოპოზიციამ თავი მოიკლა და აღარ არსებობს. თორნიკე ჭეიშვილი არის ჩვენი გადაცემის ნომერი, მოგესალმებით ბატონო თორნიკე, როგორ დანდებით? მადლობთ. ხო, აი თითქოს საანალიზო ბევრი ამ შემთხვევაში აი ამ ნაბიჯმა ოპოზიციის ამ გადაწყვეტილებამ რომ საბოლოოდ თავი დაიმარხოს, არ დაგვიტოვა. ის მაინც თქვა თუ რატომ მოხდა ესე, ეს არის ვერაგული გეგმა რომ ქართულ ოცნებას ხელი შეუშალოს იმით რომ აი მე წავედი და მიდი შენ როგორც გინდა ისე მართე, იმიტომ რომ სახელმწიფოს პოლიტიკურ სხეულში საჭირო არის ოპოზიცია, აუცილებელი კომპონენტია და მე აღარ ვიქნებია ვნახოთ როგორ იცხოვრებ. შენო ეგრე უთხრეს თუ ბოდიში და დებილობით მოუვიდა თუ რის გამო. აი ეგ ძალიან საინტერესოა. თავისთავად ფაქტს ხო არ უარყოფთ რომ თავი მოკლული. აღარ არსებობს. კი, ნამდვილად რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მართლაც საქმე გვაქვს ერთგვარ პოლიტიკურ ალბათ ჰარაკირისთან. იმის გათვალისწინებით რომ როდესაც იწყებ თუნდაც ამომრჩევლის ნების ბოიკოტირებას და სხვა არაფერი არ შეიძლება დაერქვას იმას, რაც მოხდა საპარლამენტო არჩევნების შემდგომ. სხვა შეფასება მართლა ძალიან რთულია, გულისხმობ საპარლამენტო მანდატებზე, საპარლამენტო ტრიბუნაზე თუნდაც უარის თქმას. შემდგომ უკვე მათ მიერ არაერთ აბსურდულ ნაბიჯს. რასაკვირველია ეს ყველაფერი მიდის იქეთკენ რომ მართლაც აბსოლუტური პოლიტიკური კრახი უქადით წინ ამ რადიკალურ ჯგუფებს. თუმცა მეორე მხრივ ერთიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ კი ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არ გათავისუფლდა ამ წარმონაქმნისაგან, რასაც ჩვენ უწოდებთ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რასაც იმავდროულად სავსებით სამართლიანად შეიძლება უწოდოთ აგენტურული ერთგვარი ქსელი და deep state-ის წვრილფეხობაც კი, მათ შორის ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ალბათ ესე თავისთავად ვერ წარმოიქმნებიან, იმიტომ რომ დღეს ფაქტი ის არის, რომ ჯერჯერობით რადიკალები ახერხებენ, რომ წარმოადგენდნენ მთავარ ოპოზიციურ ფლანგს და ცენტრს სახელმწიფოში. ისე ვიძახი, რა თქმა უნდა, თავისი უამრავი შეცდომით, უგუნური ნაბიჯებით, არა, ეს ადგილი დაკავებული აქვს, გესმით? აი, თუნდაც ძალიან მარტივი ის რო ავიღოთ, ხო, აი სატელევიზიო რაღაც საინფორმაციო გადაცემები, ხო? ესენი ფლობენ ამ ტელევიზიებს. აი, ამაშია. ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ოპონენტებად მაინც ჯერჯერობით, ხო, ძირითადად პრევალირებენ ის, ასე ვთქვათ, სახეები, რომლებიც არიან აფილირებულები, სწორედ აი ამ რადიკალურ ძალებთან. ამას ბევრი ფაქტორი აქვს. მათ შორის ერთ-ერთი ისიც არის, რომ ფაქტია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ასევე პროპაგანდისტულ მედია საშუალებებთან რადიკალურ. ფლობენ უბრალოდ არ უნდა ბევრი ლაპარაკი. ჩვენც პროპაგანდისტული მედია ვართ. ხო, არა, მაგრამ ჩვენ ერთი ხელით მართულობას ჯგუფებზე არის ლაპარაკი და ნუ ამით ცდილობენ რომ შექმნან ის რაღაც ალტერნატიული ყალბი, ერთგვარი აღქმები, რომელიც საბოლოო ჯამში გათვლილია იმაზე, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ყოველ შემთხვევაში გარკვეული ნაწილი საზოგადოებისა, რომლებზეც ისინი მუშაობენ, ამისთვის მათ ყავთ ფაქტობრივად განწირულები ყოველ დღე, ანუ ასმენინებენ იმას, რაც არის სრული სიცრუე და აბსოლუტურად თითქმის გამოწვეული ინფორმაცია თუ ამბები და აი ამ ფონზე ცდილობენ იმას, რომ დარჩნენ როგორღაც თავი დაიმაგრონ პოლიტიკურ ველზე. მაგრამ მეორე მხრივ მგონია, რომ მათი პოლიტიკური დაისი უკვე ძალიან ახლოს არის და მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება ერთ-ერთი ბოლო აკორდი იმ საქმეში, რასაც ქვია, აი ამ რადიკალური ჯგუფების გაძევება ჩვენი პოლიტიკური ხელისუფლება ხალხს დაპირდა, რომ ტულუგიანის კომისიის შედეგების მიხედვით არჩევნების შემდეგ შევა სარჩელი
საკონსტიტუციო სასამართლოში და მთელი რიგი პარტიებისა, ორ პარტიაზე ალბათ ხა უფრო ლაპარაკი, თუმცა არ მინდა დაკონკრეტება ეს. არც არავინ არ იცის ზუსტად, მაგრამ ნაც პარტიები აიგრძალებიან, აი ესე უხეშად პირდაპირ აიგრძალებიან ამ აკრძალვამდე თავი აიგრძალეს, უბრალოდ ამის თქმა მინდა. როდესაც შენს ლიდერებს, ხო, რომელსაც ბევრმა ადამიანმა მისცა ხმა, ხელისუფლება მართალია სრულიად სამართლიანად, მაგრამ ამ წესებს ციხეში და ორი კაციც არ გამოდის გარეთ ამის გასაპროტესტებლად, ნუ შენ კუტარი ხარ, პოლიტიკური გვამი ხარ უბრალოდ რა. როდესაც შენ არჩევნების შემდეგ ქონდა საშუალება რომ შენი საბოტაჟით პარლამენტი გაგეჩერებინა პრაქტიკულად კოშმარულ სიზმაშიც არ წარმოგიდგებათ ალბათ ოცნების დეპუტატებს 61 საბოტაჟნიკი პარლამენტის სავარძლებში. იქნებოდა პროცედურული ომი, დავიდარება, დაბარებები, კომისიების შექმნები, რეგლამენტი აძლევთ ამის საშუალებას. პროცედურული ომი უბრალოდ ხვდებით რაც ნიშნავს, 61 კაცს ბევრია. მოადგილეების ადგილები ექნებოდა კომიტეტების და ასე ვიცე-სპიკერი იქნებოდა და ასე შემდეგ რა მოკლედ ხო და ამაზე რომ იგوار სიტყვი აი ასეთი იდიოტი სწორედ ეს არის ამ მომრჩევლის ნების ბოიკოტირება ზუსტად რა ეს ნიშნავს იმას რომ ხელს აწერს იმაზე რომ მას არ უნდა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და ნუ რეალურად ალოგიკური არაფერი არ არა ზუსტად ყველაფერი აქეთ ვიდეოდა რომ საბოლოო ჯამში მათ ეს გარდაუვალი ფიასკო წინ დახვდებოდათ აუცილებლად თუმცა ახლა ერთიც უნდა ვთქვათ რომ ჯერ კიდევ მათი ეს უცხოელი პატრონები ისევ და ისევ საკუთარ თავში ვერ გაგწევენ ჩtildeოვანი შესაბამისი ძალები გლობალური ძალები ცდილობენ როგორღაც იმას აი როგორც ხავს წყალწაღებული ხავს ეჭიდება ისე რაღაცნაირად ამ ხავს ასე ვთქვათ მოეჭიდონ და აი სხვადასხვა მაშველი რგოლები ესროლონ აი ამ პოლიტიკურ მორევში უკვე ფაქტობრივად რადიკალურ ჯგუფებს მათ შორის ერთ-ერთი ეს ასე ვთქვათ რომელიც იქცა პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტად ხო ეს თემა ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული სხვა შორის ამის ნიშნები ჩვენ მოკლე ანალიზი რო გავაკეთოთ უკვე იყო რამდენიმე თვის წინ არა მარტო დაუშვათ მხოლოდ განცხადებების დონეზე არამედ თუ თქვენ გახსოვთ დაიწყო ლაპარაკი აი ამ ვიზა ლიბერალიზაციის გადასინჯვის ვიზო რეჟიმის შეჩერების კრიტერიუმების თავის მხრივ გადახედვაზე გაიოლებას დიახ ანუ გაიოლება რაში მდგომარეობს იმაში რომ თუ ჩვენ აქამდე საქმე გქონდა კონკრეტულ ასე ვთქვათ თვლად კრიტერიუმებთან ინდიკატორებთან შემოვიდა რაღაც ესეთი აბსტრაქტული პოლიტიკური ცნებები ხო აბსტრაქტული პოლიტიკური ცნებები ეს აბსტრაქტული დიახ პუნქტები რომელიც შეიძლება ისე გამოიყენონ როგორც მათ სურთ და როგორც ასე ვთქვათ მოებრიანებათ თუ ადრე იყო საუბარი რომ მიგრაცია რაღაც გარკვეულ ნიშნულზე უნდა იყოს კრიმინალური ელემენტი არ უნდა შედიოდეს და დათვლადია რამდენი ნამდვილად რა თქმა უნდა ყველაფერი ჩასული ადამიანი ჩაიდეს ეს ყველაფერი იყო დათვლადი ახლა შემოიწერეს ისეთი აბსტრაქტული ცნება როგორც იმ ქვეყანაში დემოკრატიული ნორმების დარღვევა და მე მაინტერესებს არაბეთის ქვეყნებში ღმერთმა გაუმარჯოს ეგ იქაური ხალხია და თავიანთი ადათი აქვს ზოგი შარიათის წესებით მაგრამ ევროპულ დემოკრატიასთან რაბმაში არის იქაური წესები ანუ თუ დემოკრატიულ ცხოვრების წესაბა უვიზოს ამ სისულელეს თუ აკეთებ მაშინ იმ ქვეყნებზე რა უნდა თქვა რომელსაც აქვს სამხრეთ ამერიკის ქვეყნები სავსებით სწორად შენიშნეთ ანუ არის რაც კონკრეტული საკითხები რომელიც შეიძლება ევროკავშირისთვის და კონკრეტულად სავიზო პოლიტიკისთვის იყოს აქტუალური და ლოგიკური ასე ვთქვათ იყოს იმის დაკავშირება ვიზა ლიბერალიზაციის არსებობა არ არსებობასთან მაგრამ მეორე მხრივ როცა ჩვენ გვიწერენ ერთ-ერთ პირველ პუნქტად მაგალითად იმას რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა რომელიც გულისხმობს ერთი მხრივ გამჭვირვალობის შესახებ კანონის არსებობას დიახ მეორე მხრივ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვას შესაბამისი მავნე პროპაგანდისგან მათ შორის აქ უკვე ძალიან სერიოზული კითხვები ჩდება ეს რბილად რომ ვთქვათ რასთან გვაქვს საქმე და რამდენად კეთილსინდისიერები არიან ისინი ევროპელი ბიუროკრატები როდესაც ახდენენ ამ თემის ასე ვთქვათ აქტუალიზაციას და ამით აპელირებენ იმაზე და გვეუბნებით რომ დანარჩენი პუნქტები ჩვენ რო გავიაროთ იქ არის სწორედაც ლაპარაკი მათ შორის არალეგალურ მიგრაციაზე თავშესაფრის სტატუსის მაძიებელთა რაღაც საკითხზე კი ბატონო, ეს არის ტექნიკური შეიძლება ვთქვათ, პროცედურული საკითხები, არჩევნებთან დაკავშირებული იდეოლოგიური თემა, ხო? ხო, მოდი, რა შუაში არჩევნებთან დაკავშირებული? რა ესაქმებათ საერთოდ მაგათ ჩვენს არჩევნებთან, აი ესე პირდაპირ რომ შეუძლია. მაგრამ ამის მაგალითი ჩვენ ხომ გვაქვს?
ამის მაგალითი ჩვენ უკვე გვაქვს. თუ გავიხსენებთ, არა, ერთი საზღვარგარეთ, მაგრამ ისევ და ისევ ქვეყნის შიგნით დავრჩეთ. გასული საპარლამენტო არჩევნები მე მგონი ამის შვენიერი ილუსტრაცია იყო, თუ როგორ შეეცადნენ პირდაპირ მათ შორის ევროპელი ბიუროკრატები, მათ შორის აქ ზოგიერთი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი იმას, რომ პირდაპირ მოეხდინათ მანიპულირება და ამომრჩევლის პოლიტიკურ ნების ფორმირებაზე ზეგავლენა, ხომ? და ის განცხადებები ძალიან კარგად გვახსოვს, მაგალითად, რომელიც კეთდებოდა ევროკავშირის ელჩის მხრიდან, თუ კიდე სხვა მისი ზოგიერთი კოლეგის მხრიდან, სადაც თითქოს და სასწორის პინაზე იყო ერთი მხრივ ევროპული მომავალი და მეორე მხრივ, ესე იგი, თუ კი მაინც ქართული საზოგადოება ქართული ოცნების სასარგებლოდ გააკეთებდა არჩევანს, სრული ბუნდოვანება და რაღაცა უკუსლა ისახებოდა ამ გზაზე. და სხვა შორის დღევანდელი განცხადებაც მინდა აუცილებლად ამ კონტექსტში გავიხსენო, დღეს მორიგი, ესე იგი, ორი ნაბიჯი იყო გადადგმული, ერთი ევროპარლამენტის მიერ, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადება გაკეთდა, თითქოს და რაღაც იქ ავტორიტარულ მისწრაფებებთან მიმართებით და მეორე უკვე იყო საკუთრივ ევროკავშირის მხრიდან, რომელიც ერთი მხრივ ეძღვნებოდა პაվել ჰერჩინსკის მხარდამჭერი, ასე ვთქვათ, პათოსის მქონე გზავნილს და მეორე მხრივ იქ ისევ და ისევ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ თითქოს არავინ არ მოითხოვს საქართველოსაგან კონკრეტულ თუნდაც ღირებულებებზე უარის თქმას, გარკვეული კანონმდებლობის გადასინჯვას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც აი პირდაპირ რომ ვთქვათ, აი ავიღოთ ის წერილი, რომელიც იქნა გამოქვეყნებულია, ხო ეს ხო არ არის დამალული, თეთრზე შავით წერია და ერთ-ერთი პირველი პუნქტი არის სწორედ ის, რომ პირდაპირ აი ამ კანონმდებლობას რაღაცნაირად ებრძვიან და ყელში ეჭხირებათ სამწუხაროდ. და ეს რაზე უნდა მიუთითებდეს? უნდა მიუთითებდეს ისევ და ისევ იმაზე, რომ აქ ყველაფერთან ერთად არის ძალიან მზაკრული განზრახვა ჩადებული მათი მხრიდან, რომ სუფთა იდეოლოგიურ, ასე ვთქვათ, კონფრონტაციაში შემოვიდნენ. მე ვიტყოდი პირდაპირ ქართველ ერთან. ანუ აქ მარტო საქართველოს ხელისუფლებაზე არ არის ლაპარაკი, აქ არის მთელს ერზე საუბარი და დაარტყან იმ მნიშვნელოვან ეროვნულ ფასეულობებს, რომელიც არის ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ჩვენი მე მგონი ისეთი სისულელე ჩაიდინეს. აი LGBT პროპაგანდის აკრძალვას რომ კანონი ეხება არასრულ წორნებში. აი ამის წინააღმდეგ რომ წავიდნენ, ანუ რას ნიშნავს? LGBT პროპაგანდა არამს თუ უნდა იგზალებოდეს, არა ნებადართული უნდა იყოს, რაც აკრძალული არ არის, ნებადართულია. ხო, ესე ყოველ შემთხვევაში იქ რაც წერია, იმ კანონში რაც წერია, ზუსტად ეს წერია, რასაც თქვენ ბრძანებთ. ერთი არის ის, რომ ბაღებში, სკოლებში არ უნდა იყოს და ეს მასალები პრაიდების წინააღმდეგ არის. ასევე ოჯახის დღე კანონდება ოფიციალურად, კი ბატონო, ოჯახის სიწმინდის დღე და ასე შემდეგ. მაგრამ იქ სქესთან დაკავშირებული ჩანაწერი არ შეიძლება ქირურგიული წესი ეს არ იყოს ვიღაცის ფანტაზია. არა და სქესის შესვლაც რო არ შეიძლება. მაგრამ რაც აკრძალული არ არის, ნებადართული, ანუ ეს ყველაფერი ნებადართული უნდა იყოს. მოდი ესე ვთქვათ. და აქ ისეთი შეცდომა დაუშვეს, არ სჭირდებოდათ საერთოდ. იმიტომ რომ მე უყურებ რეაქციას ეგრეთ წოდებული აი ამ უკვე მკვდარი ოპოზიციის. ამ ოპოზიციას კი უტყდება აი ამ პუნქტის ხარდაჭერა, რომ ეს კანონი არ ვარ. ვერ ამბობენ პირდაპირ. იცით რა არის, მე გარკვეულწილად გონია, რომ ისინი ცდიან საზოგადოების რეაქციასაც აი ამ ყველაფერთან ერთად. ამ ფონზე, როდესაც ბჭყალებში ხდება ასეთი თემების შემოგდება, ისინი უყურებენ, აბა რა ხდება რუსთაველზე, თუნდაც იმ საღამოს, ანუ 50 რადიკალს ემატება თუ არა, რამდენიმე ასეული, თუნდაც ანუ მე რას გულისხმობ ნახეთ. არ ემატება. დიახ, ვიზა ლიბერალიზაციის თემის აქტუალიზაციას და ახლა მეორე მხრივ, როდესაც პირიქით ლაპარაკია იმაზე, რომ სწორედ აი ამ კანონმდებლობის გაუქმებას ითხოვენ, რაც თავისთავად ნიშნავს კონკრეტულ შემდგომ გაგრძელებას და შედეგებს. ახლა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ გაიხსენონ თუნდაც მიმდინარე წლის 17 მაისი ან გასული წლის 17 მაისი და გაიხსენონ მათ შორის ის უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა, რომელიც ქართულმა ოცნებამ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გასულ საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო ზუსტად იმის გამო, რომ ჩვენ არავითარ კომპრომისზე არ წავედით მაშინ, როდესაც ისევ ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი თითისქნევით გველაპარაკებოდა ბრიუსელიდან თუ სხვა ევროპული დედაქალაქებიდან იმაზე, რომ ასეთი კანონმდებლობა საქართველოში არ უნდა გაჭაჭანებულიყო. აი ამაზეა ლაპარაკი და ახლა დღევანდელი ეს წერილი მე მგონია, რომ გარკვეულწილად ფარისეულურიც არის, რომ ვინაიდან
ამ ასე ვთქვათ ექსპერიმენტმა მათი თვალთახედვით როგორც ჩანს არ გაამართლა და ის რეაქციები არ მიიღეს და პირიქით კიდევ უფრო მეტად მძლავრობს გარკვეული ანტაგონისტური დამოკიდებულება. გამძლავრდა. რასაკვირველია, ახლა უკვე დაიწყეს რაღაცის შელამაზება ვითომ და პაվել ჰერჩინსკი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყავთ თვითონ ჩაყენებული, აი იმ აბსურდული, ასე ვთქვათ, დავალებებით, რომელსაც ის ცენტრიდან იღებს და უწევს ამ ყველაფრის აღსრულება თუ შესრულება, რაც უნდა ესმის, რაც უნდა არ ესმის, როდესაც მოუწოდებთ, რომ კონკრეტული განცხადებები გააკეთოს, ის არის რაღაც ქრონიკული დუმილის რეჟიმში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა როგორღაც ამ ადამიანის რეაბილიტაციასაც ცდილობენ, აი ასეთი ტიპის წერილების. ხო და აი უყურეთ ახლა მე მათი საუკეთესო ლიბერდებილებს ვეძახი, მაგალითად საუკეთესო წარმომადგენლების სტატუსებს ვადევნებ თვალყურს და ერთ-ერთი სტატუსია, ვინმე შეიძლება ჭკვიანი ბიჭია, სანდრო ბაკურაძე, არის გაიგიათ თუ არა და ხო, რა მნიშვნელობა აქვს და იწყებს იმით, რომ აი ძალიან საინტერესო არის განა სანდრო ბაკურაძის პიროვნება და მისი ადგილი, არამედ ეს არის ტიპური, ასე ვთქვათ, შაბლონი აი ამ ლიბერდებილური აზროვნების, რომ არჩევნებში მონაწილეობას და არ მონაწილეობას ბოიკოტს ერთნაირად უაზრო მგონია და აი რატომ? არც ერთ რომელსაც ბოიკოტს ემხრება და არც მონაწილეობას ოპოზიციას, არ აქვს იდეოლოგია, რეალურად არ აქვს. მოვა ევროპიდან სანქციები უიზოს გაქვეუქმებენ, ხალხი გამოვა კოცები ჩამოშლენ, გეგმა არ არის, სწორია, ვეთანხმები. მე ნახე, რეალობა არის რომ გასაგებად ჩამოყევილი შიდა პოლიტიკური სამართლო გეგმის და ზოგადი მონახეს გარშე არც კოცები ჩამოშლებიან და საერთოდ არაფერი არ მოხდება. ყოჩა ძალიან კარგი. ეს გეგმა კი პირველ რიგში ალტერნატიული საქართველოს ხედვას უნდა ემყარებოდეს. არასწორი მოსაზრებაა, რომ რეგიონებში სიარული და ევროპასთან ურთიერთობის სარგებლობაზე საუბარი იმუშავებს. და რატო? ხალხის საკმაო ნაწილი, აი რატო? აი აქ იწყება როგორი მიზანტროპია, იცი და ხალხის სიძულვილი. ხალხის საკმაო ნაწილი უიზო მიმოსვლას ხანმოკლე სამუშაოებისთვის იყენებს, სადაც ენის ცოდნა დიდად საჭირო არ არის. სამუშაო წასულებთ უმეტესად სხვა ქართველებთან ერთად, მათი ცხოვრების და მუშაობის წესი ვირულია, ესე. შესაბამისად ენის სასწავლო სამგზავროდ თუ ბელის და პირანდელოს სასაკითხაოდ დრო არავის არ აქვს, ეს დასცინის ხალხზე ხარ თქმა უნდა. ხშირად არც სურვილი, შესაბამისად შევა ბოღმა კარგად ცხოვრების დასაქმნობის მისამართით კლასობრივი ანტაგონიზმი ევროპის მიმართ. აქ პოპულარული კულტურა ისევ შუპუტინსკი მოსაწევი ქურდული და ზოგჯერ თურქული სერიალებია. ვესტერნიზაციის დასავლეთის ხაზი კი სტამბოლზე გადის. შრომელი, არამსმელი და არამწევრი ხალხის კი რეალურად რომელსაც ოცნება არ ესახება გულზე, ყველანი დასავლეთში უფრო ახლოს ნინო ჩხეიძეს ჩემო კაკლის მურაბას და დაგესპერტ სომხური აქცენტით ნამღერ გაურკვეველ წარმოშობის რუსულ სიმღერას. ანუ რაღაც დასწრები რო გააკეთა. ეს არის ამათი მთავარი პრობლემა. საკუთარი ხალხი ეზიზღება. პრობლემას ხედავენ ხალხში. ხალხში და იმით არიან გულდაწყვეტილები და ბოღმა აღჭურთ, რომ აი ეს ხალხი, რომელიც არის თავისუფლი წრფელი სამშობლოსთან მიმართებით, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, მე ესე ვფიქრობ. ვერ გადმოიბირეს და ის თავისი არა, რას გადმოიბირებენ? შენთან რომ მოდის ადამიანი, რომელსაც გზნობ რომ ეზიზღები. აი ეს ზემოდან გიყურებს, არაგანტული ეზიზღები. იმას როგორ გაყვები? აი რას წევს ეს ბიჭი, რა ქვია მას? სანდრო ბაკურაძე. სანდრო ბაკურაძე ალბათ ან გავს იმისნი, ქართულ კეიფში ნამყოფები არ არიან. სადაც არის ხალხური სიმღერები, ქალაქური სიმღერები, კახეთში არ უკეიფიათ, სამეგრელოში, სადაც აი ეს სწორედაც რომ მრავალხმოვანება ქართული კულტურის უდიდეს მონაპოვარებს ნახავ ნამდვილ ხალხურ ქართულ კეიფებში. და გონია რომ ეს ყველაფერი არის პაპსა, რაღაც ბაიათები, აი ხვდებით სად არის პრობლემა? ეს ხალხი მეწოდება. ანუ ეს ხალხი არის უმცირესობაში და ამიტომ ვერ იგებენ. მაგრამ იცით რომ ჩვენ რო ლაპარაკობთ ვერ იგებს ის ტიპი. აი ხვდებით გონია რომ დავცინე. ეს გასაგებია, მაგრამ ამიტომ არის ზუსტად ის რომ კიდევ ერთხელ რომ დაუბრუნდეთ იმ თემას რომლითაც დავიწყეთ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი უნდა იყოს წარმოდგენილი და შევსებული ობიექტურად იმ პოლიტიკური ძალებით. მე აქ ხელისუფლებაზე არ მაქვს ლაპარაკი, რასაკვირველია, ხელისუფლება არის თავის ადგილზე. ოპოზიციურ ფლანგს გულისხმობ, რომელიც ზუსტადაც არ იქნება, მოდი ესე ვთქვათ, ქართველთმოძულე და სხვათა შორის წეგან თქვენ ახსენებდით ქალბატონი თია წულუკიანის მიერ გაწეულ უდიდეს დიახ შრომას და სხვა კომისიის წევრებისა, დროებით საგამოძიებო კომისიას გულისხმობდა ქალბატონი თია ახსენებდა, როდესაც ის პარლამენტს წარუდგენდა შესაბამის შუალედურ დასკვნებს კომისიის მუშაობასთან მიმართებით ძალიან ხშირად იმას, რომ ერთ-ერთი ლაიტმოტივი, რაც იქნება ამ დასკვნაში წარმოდგენილი
და რაც გასდევს ამ უკვე დასკვნას, რომელიც მალე იქნება საბოლოო ჯამში ფორმირებული, არის ის, რომ სწორედ ნაცმოძრაობის რეჟიმს ჰქონდა პირდაპირ ორიენტირი აღებული იმაზე, რომ რაღაც ახალი ქართველი გამოეძერწა, ოღონდ ბრჭყალებში ქართველი ალბათ შეიძლება ვთქვათ, რომელიც იქნებოდა დაცლილი იმ ყოველივესაგან, იმ ღირებულებებისაგან, იმ ტრადიციებისგან, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც ზოგადად ჩვენ აი ამდენი საუკუნის მანძილზე მოგვდგამს და რითაც ჩვენ საკუთარი თავი აქამდე მოვიტანეთ, ჩვენი სახელმწიფოებრიობა მოვიტანეთ. ასე რომ ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ახლა მეორე მხრივ, ვინც არ უნდა იყოს ნებისმიერი პირის გამოხდომა იმასთან მიმართებით, რომ მართლაც ისინი დასცინიან, ქილიკობენ, ლაზღანდარობენ ჩვენს მოქალაქეებს. რატო მიაჩნია? სხვათაშორის მოდი პირდაპირ ვეტყვი. 800.000-მა მოგცა თქმა თქვენ. ანუ თუნდაც ის 800.000, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობაა ამომრჩევლის. თუმცა იციან რომ ეს ხარდაჭერაც აღარ აქვთ და ამიტომ ახლა უკვე გავიგე, მაგრამ მას მაინც გაუწიონ ანგარიში, ხო? თავის გადატრიალებულ ტვინით. მაგრამ რატომ გონიათ რომ იმიტომ აგებენ და სწორადაც აგებენ, კაცო, სწორადაც გონიათ. არ არის კავშირი აი ამ ძალიან მცირე ჯგუფს და ქართულ ხალხს შორის არ არის კავშირი. რატომღაც მოხდა ისე დევიაციური ან რაღაც სხვა რაღაცა შეეყარათ ამათ რომ ეზიზღებათ ეს რეალობა და რეალობა ამათ პასუხობს. რო არ გამოდის ეგრეთ წოდებულ რევოლუციურ აქციებზე, რომ ფეხებზე კიდიათ, რომ უზდელობას არ იწონებს. აი ეგ არის თელი ამანჩავანი ამ ისტორიის და სამწუხაროდ ესენი ვერ მოეგებიან გოს. თუმცა ეს რამდენად კარგად ესმით ევროპელ ბიუროკრატებს, ეს ახლა ცალკე სალაპარაკო თემა არის. არც მათ არ უნდათ რომ ეს გაიგონ, იმიტომ რომ ხედავენ რომ არაერთხელ გაუცრუდათ იმედი. პირდაპირ ერთ-ერთი ალბათ გარდამტეხი ფაქტორი იყო 2024 წლის 26 ოქტომბერი ისევ და ისევ, როდესაც ისინი თავის მხრივ ვაბანკზე წავიდნენ, ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, ღიად მონაწილეობდნენ შესაბამისი პირები წინასაარჩევნო პროცესში, რაც აბსოლუტურად ყველანაირი სტანდარტის დარღვევა, ეტიკეტის, ვენის კონვენციის აღარ მოუყვები ახლა ბრაზია ლაპარაკი. წავიდნენ ვაბანკზე, მაგრამ სრული კრახი განიცადეს. აი ამის შემდეგ უკვე ფაქტობრივად იწყება შურისძიება და შურისძიების რეჟიმში არიან უკვე ხალხზე. ვინაიდან ხელისუფლებასთან მათ ურთიერთობა და ჩვენი მხრივ მათთან ურთიერთობა დიდი ხანია გარკვეული გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ არსებობს წითელი ხაზები, რომელსგან არ გადავა, ხო, რომელთან მიმართებითაც ტყუილა უბრალოდ ნუექნებათ ნურავით არის რაღაც კომპრომისის მოლოდინი და ეს წითელი ხაზები რაზეც გადის, მე მგონი ჩვენმა მსმენელმა და ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ეს არის ისევ და ისევ რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული ღირებულებები, ეს არის სუვერენიტეტი, უსაფრთხოება, მშვიდობა, სტაბილური განვითარების ინტერესი, ეკონომიკური ზრდა და ასე შემდეგ. დივერსიფიკაცია ჩვენი ეკონომიკური საქმიანობისა. რასაკვირველია, რა თქმა უნდა. და ის ორმაგი სტანდარტები, რომელიც სამწუხაროდ ქონდათ უკვე წესად დადგენილი და შემოგვაჩვიეს, რომ ჩვენთან რაღაცები არ შეიძლებოდა იმგვარი, რაც მათთან არის აბსოლუტურად მისაღები და ბოლომდე მწვანე შუქი აქვთ ანთებული. მე ხა აღარ შევალ ამ დეტალებში, მაგრამ თუნდაც აი ზოგი განსაკუთრებით აი ბალტიისპირეთის ქვეყნები რომ გამოირჩევიან ხოლმე ჩვენი თითქოს და უკომპრომისო ესეთი კრიტიკით. კარგად ჩახედონ თავიანთ თუნდაც ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ვისთან რა სავაჭრო ურთიერთობებში არიან, ვისგან დაცლილია ვისთან რა ექსპორტს დაცლილი ხალხიდან და სხვა შორის არავინ არის არ ვიცი. მე მგონი თქვენ ლიბერდებილური ინფო საშუალებები არ გაწვდიან ლიბერალებო ინფორმაციას. დიდი კრიზისია ლიტვაში. იცით თუ არა? ლიტვაში ერთმანეთს დაუპირისპირდა პრეზიდენტი და პრემიერი. და აი არის ერთი ამბავი რა. რა თქმა უნდა ეკონომიკური კრიზისი ძალიან დიდ როლს ასრულებს და ეკონომიკური კრიზისი რატო არის? იმიტომ რომ ომში არიან პრაქტიკულად ჩართული რა. ძალიან დიდი ასე თქვათ ვაჭრობა ჰქონდა და ეხლაც აქვს სხვა შორის მაინც. არა, ამას ვამბობ ზუსტად რომ ინარჩუნებენ ამ გარკვეულ ურთიერთობებს, მაშინ როცა ნუ აქეთ ეს ყველაფერი ვაგზალური უნდა იყოს. მორცხვად არიან. ხო, ამაზე არ აკეთებენ აფიშირებები. ხო, ბუნებრივია. რეალობა ის არის რომ აქვს რაღაც. კიდე რა ხდება დასავლურ სამყაროში ამას ეხა ძვირფასტოვრებთან, ბატონ კოტეჟღებთან და რამას საყვალედეს რაც გავარკვეთ, მაგრამ ტრამპმა მაგალითად გააკეთა საოცარი განცხადება მაკრონზე მაგალითად. მეტად ჩვენ უნდა დაუჯეროთ ტრამპს. მე მგონი უნდა დაუჯეროთ. მან თქვა რომ კაი ბიჭიაო ისო, მაკრონიო, მაგრამ რას ამბობს, რა მნიშვნელობა აქვს?
თავი დაუჯეროთ ბატონს. რაც შეეხება ზოგადად შეერთებული შტატების საკითხს, ერთი აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ იმის გამო რომ ახალი ამბავია თქვენ ალბათ არ გექნებოდათ წინა გადაცემაში ამის თაობაზე საუბარი და მსჯელობა რომ ეს ეგრეთ წოდებული მეგობარ აქტად შერაცხული სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა ყველაფერი არის გარდა მეგობრობისა და პირდაპირ არის მტრობის და მტრული სულისკვეთების აქტი, შეჩერდა სენატში და იქ რამდენიმე ძალიან ისეთი სერიოზული სენატორი, რომელიც პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ ამინც ქმნის ამერიკულ ასე ვთქვათ კითხვები დასვეს და მეორე მხრივ ამით ძალიან გაწმილებული არის ისევ და ისევ ჩვენი ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციას და დიახ მეკავშირე რომ მყავთ ბატონი ჯო ვილსონის სახით ხო არც ისე კი ბატონო ძვირი უჯდებათ ეს მეკავშირეობა იმის გათვალისწინებით რომ ამასობაში ფარას მოქმედების პირობებში იუსტიციის დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ სააშკარაოზე გამოვიტანა ის მოტივები რომელიც საფუძვლად ედება ბატონი ვილსონის აი ესეთ რეაქტიულ რეაგირებას ხოლმე საქართველოს საკითხებთან მიმართებით. რამდენიც ვიცი და ზუსტადაც ვიცი უბრალოდ რომ ჩვენი ფარა უკვე მოქმედებაშია, ხო? დიახ, რა თქმა უნდა. ხო და რამე კონკრეტული შედეგები, ის შედეგები რომ ფული გამოელიათ ამათ ჩვენს მეხუთე კოლონას ეს გასაგებია. ხომ არ იცი დარეგისტრირდა ვინმე, რამე შედეგები არის თუ ჯერ რა შეეხება რეგისტრაციის შესახებ მე კონკრეტული მონაცემები ამ წუთას არ მაქვს, ეს არის ანტიკორუფციული ბიუროს პრეროგატივა და დარწმუნებული ვარ რომ საზოგადოებასთან ისინი იქნებიან ამ თვალსაზრისით ანგარიშვალდებულებით არიან კიდეც და გამოაქვეყნებენ ინფორმაციას. ერთი აუცილებლად უნდა ვთქვათ რომ აი დღეს დიდი ბრიტანეთის საელჩოც აქტიურობდა და როგორც ჩანს ისინი ძალიან არიან გულდაწყვეტილები იმით რომ ზოგადად გამჭვირვალობის კანონის მოქმედების პირობებში და ამასთან ტანდემშია გრანტების კანონში განხორციელდა და მოგეხსენებათ ასევე შესწორებები კონკრეტული ექსტრემისტული ორგანიზაციები ვერ იქნენ დაფინანსებულები იმიტომ რომ უკვე ჩაირთო ეს სამართლებრივი რატომ ბრიტანელები ხო შეეძლოთ დაერეგისტრირებინათ და საჯაროდ ეთქვათ რომ აძლევენ ფულს რატო არ უნდათ არა ამ შემთხვევაში ლაპარაკი იმაზე რომ საქართველოში სურდათ ამ ორგანიზაციების დაფინანსება და თანხმობა ამ შემთხვევაში როგორ არა ამ შემთხვევაში საჭირო არის თანხმობის მიღება საქართველოს მის გასაგებია ой გრანტზე კი ბატონო დიახ გრანტებთან დაკავშირებით და ნუ როგორც ჩანს ამითაც არიან ძალიან გულდაწყვეტილები თუ გაბრაზებულები და ვხედავთ რომ ნუ აი აბსოლუტურად რაც პარადოქსული განცხადებები გაკეთდა დღესაც ნუ მინიმუმ ისეთი როგორიც არ უნდა გაკეთდეს შესაბამის დიპლომატიური მისიის მხრიდან იმ სახელმწიფოს ხელისუფლებასთან მიმართებით რომელიც არის ფაქტობრივად მასპინძელი სახელმწიფო რომელ ქვეყანაში დაუშვებს ხელისუფლება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს როგორც არის NGO-ები მოდი ესე ვიტყვი რა ყველას არ ვეხები მაგრამ პირდაპირ უყურებთ რასაც ისინი აკეთებენ გავლენის აგენტები კაი სპეცსამსახურს თავიდანებენ რომ ესე უპრაგონოდ მისცეს ფული აი სად რომელ ქვეყანაშია გაბედოს ვინმემ და ნებისმიერ იმ ევროპულ ქვეყანაში ქართული ფული ჩაიტანოს და დაარსოს ქართული კულტურის განვითარების ცენტრი და უთხრას რომ მოდი რა აი ეს ქორწინება მაგალითად ხო უმცირესობებს შორის დართული იყოს და ამის პროპაგანდას განვახორციელებ. ჩვენ ქვეყანაში ხო არის ეს იდეოლოგია, რომ ერთსქესიანთა ქორწინება არ არის მისაღები, ხო? მოდი ჩვენი ეს იდეოლოგია დანიაში გავავრცელოთ და მე რო გავაკეთოთ დანიაში აქ ხო არის რაღაც ბრიტანული კულტურის ცენტრი. არა, ქართული კავკასიური კულტურის ცენტრი, სადაც დავიწყებ პროპაგანდას, რომ არ შეიძლება ერთსქესიანთა ქორწინება. ეს ჯერ მხოლოდ რეგისტრაციის ეტაპზე ძალიან ბიუროკრატიულ ბარიერს არა უარს მეტყვი ამ შემდგომ უკვე ასქვია ეგრეთ დაფინანსებაზე მიდგება საქმე. და მთავრობას დაუწყებ კრიტიკას. დიახ. რომ იქ დაუწყო მთავრობას კიდე გამოძიება რაღაცები რომ დაუწყო. რა და როგორ გასაგებია და ბოლოს მიტინგზე რომ გავიდე და დამხობა მოვითხოვო რა. სწორედ ეს არის ბატონ შალვა ორმაგის სტანდარტი, როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ეს ხო არ არის მოგონილი თემა, ეს არის პირდაპირ ხელის გულზე გამოტანილი, როდესაც სამწუხაროდ არის დამოკიდებულება იმგვარი, რომ ესე იგი კონკრეტული სახელმწიფოები მათი შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობები აქ დაუშვებლად მიიჩნევენ იმას, რაც თვითონ აღიარებული აქვთ როგორც კარგი, საჭირო და აუცილებელი საკუთარ სახელმწიფოებში. უღრმესი მადლობა ბატონ თონიკი. დიდი მადლობა თქვენ. ნახევარი საათისთვის ჩვენ ბატონები კოტეჯღელი და ბატონი რამაზ საყვარელიძე გვეყოლება სტუმრად. თქვენ გემშვიდობებით, სულ მცირე ხანში ჩვენ დავრუნდებით სტუდიაში მეგობრებო. ჩვენი მეგობრები მობრძანდნენ ბატონი კოტეჯღელი და რამაზ საყვარელიძე. დავიწყოთ ჩვენი
ძალიან საინტერესო საუბარი. ხო, საერთაშორისო ამბებზე გადავიდეთ. გურულები რო შეიკრიბებიან და არაფერი რო არ აქვს საერთოდ. ხატაკები რო არიან, გურიაში ძირითადად ღარიბი მოსახლეობაა. და თოხის ტარზე რო დაждდებენ და პრიმას რო გააბოლებენ და რასჩი ვაი მათ ხო არის რეგანი რო ამბობს ერთ-ერთი. ვისი არ უნდა გამოგვივიდეს, მაგრამ მე მგონი გამოგვივიდეს რა, ეს მაინც ქართული თავისებურება არის, რომ ჩვენ აი ესე ნაცარი გვჭირდება. ნაცარი, ხო, ნაცარი ძალიან, ხო, ნაცარი. ხო, ეხლა დავიწყოთ იმით, რომ ჩემი აზრით და მე თქვენ მეტყვით უკეთესად, არც ერთ წამყვან გეოპოლიტიკურ ძალას აღარ უნდა ომი უკრაინაში, იმიტომ რომ ზელენსკის რახან აესე სერიოზულად უხურებენ, ზელენსკის მოშორება უნდა და ზელენსკი თუ მოშორდება, ომიც რაღაცა შეთანხმებით დასრულდება. ბოროტიანები ამბობენ, რომ ჩინეთში სადაც ჩადის პუტინი შეიძლება ტრამპის ჩავიდეს და პუტინი და ტრამპი ერთად რო ხვდებიან, უბრალოდ დროის საშინელი ფუჭი კარგვა იქნება რამეზე თუ გლობალურად არ მოილაპარაკეს. მართალი ვარ თუ არა თქვენი აზრით? მე მგონი მართალი ხარ, ოღონდ რატო? ხო, რატო? რატო აღარ უნდათ? ხო. ვთქვათ. იმიტომ რომ ერთი კვირის წინ ძახდნენ დავაი შეუტიოდო, ხო, იარაღს გაძლევთო. ხო. ხო, ზელენსკის ხარს უჭერდნენ. იქ ობამა და ობამას უდგას დასაჭერად საკ. კი, ტრამპმა ის ვიდეოც კი გავრცელა, ფეიქ ვიდეო. ის ამაგარი კაცია. აბა. ხო, აბა. ხო და ეს ევროპა ხო იმათი ეს არის ობამასი იყო შლეიფია დემოკრატების. ხო და უცბად ეს გათიშა ხაბარდით ამ ქალმა მას გაახვია და კი. ევროპელებმა გვეყოფა ხო ომიო კი, ბატონო. მეგონი ამ ლოგიკით არის კი ბატონო, თქვენი აზრით ადნოგოდე. ხო, ახლა ძირითადად გეთანხმებით, მაგრამ ომის პარტიას რა უყოთ? ხო. ანუ ის მაინც გასწრეს წინააღმდეგობას, კი ბატონო. მე რა ვიცი, რამდენიმეჯერ ომის პარტია მშვიდობის პარტიად გადავაკეთე. რა ვიცი. ვერ გადაკეთდება. ეჭვი მეპარება. პირიკუიუ მიჩინარალა. ეჭვი მეპარება, რომ ომის პარტია მშვიდობის პარტიად გადაკეთდეს და მე რამდენჯერ მეთქვი და ერთმა ორმა გამაკრიტიკავთ. Deep State კი არა, ომის პარტია დაუმარცხებელია მეთქი. ჯერჯერობით ესეთი პირი უჩანს ყოველ შემთხვევაში და თუ მივიდა შეიძლება შეასუსტო, შეიძლება რაღაც პოზიციები და წაართო ასე, მაგრამ საბოლოო დამარცხება ეგ ის იმდენად მრავალმხრივი და იმდენად მოდებული. წამყვან ძალებთან არის დაკავშირებული სამხედრო სამრეწველო კომპლექსთან, ეგრე ადვილად ამხელა ომის შეჩერება არ მგონი ადვილი იყოს. შეიძლება კი არა ჩანს, რომ უფრო შეიცვალა იქით. აი ზელენსკის რატო უხურებს ამერიკა და დასავლური პრესა და იძახის რომ დიქტატორია და ურსულა გამოვიდა, ბებია ურსულა და თქვა რომ არ მომწონს ასახსნელი აქო რა, გურდულად რო თქვა რას აკეთებსო. მართალია ჩაიკუკა ეგრევე. იმიტომ რომ ზელენსკის ქმედებები იყო აბსოლუტურად არათანმიმდევრული და ისეთი, რომელიც მამას ძალიან დიდი მნიშვნელობა გაიხსენეთ, რას ლაპარაკობდნენ პირველ რიგში კრიტიკის თვალსაზრისით წინა ხელისუფლების სააკაშვილის იმაზე, რომ არაპროგნოზირებადი ხელისუფლება როდის რას გააკეთებს, კაცმა არ იცისო და ამიტომ ამერიკელებიდან დაწყებული ევროპელები დამთავრებული პირველ რიგში მაგას ამბობდნენ. ეს ჩვენი ხელისუფლება მე პირველ რიგში მე მგონია რომ პირველ რიგში იმით არის ასე თქვა დასაფასებელი რომ მიზან მიმართული პროგნოზირებადი მიზან მიმართული დაფიქრებული პოლიტიკა და ღია არ თანხმებია ლანძღავენ მაგრამ ეს მაინც თავისუფლად არა ღია თან პრინციპები არის ღია ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ესეთ სიტუაციაში როცა ეხლა გეოპოლიტიკურად ესეთ სიტუაცია ამდენი ცხელი წერტილია და ამდენი ამას ბევრს ლაპარაკობთ ომი კი არა კონფლიქტი კი არა ნამდვილი ომი აგერ ზანგეზურთან რა მოხდება არავინ არ იცის მაგალითად იმედი არ იქნება არაფერი იქიდან დაწყებული ეხლა კამბოჯა და ტაილანდი დაემატა კიდე ხო დაბომბებია კი ბატონო ხო და ესე იგი სულ ყველა არ არის რეგიონი რომელშიც ცეცხლი არ არის ხო ცეცხლი არ იყოს ამ პირობებში როცა თანმიმდევრული და პროგნოზირებადი პოლიტიკა გაქვს თან ისეთ ადგილას როგორც ჩვენ ვართ ეს ძალიან დასაფასებელია პირველ რიგში ქვეყნის შიგნიდან მოსახლეობის მხრიდან მე ესე მგონია და უმეტესობა მოსახლეობის ამას ხვდება
მე დარწმუნებული ვარ. და მე გარედანაც, იმიტომ რომ უყურებენ, აი მიუხედავად ყველაფრისა, დამიჯერეთ, ეხლა ძველების ნათქვამია ჩვენი უფროსი თაობის, რომ შენ თავს თუ არ ეცი პატივი, სხვა პატივს არ გცემსო. ბაბუები ლაპარაკობ. ის ევროკავშირიც, ევრობიუროკრატია რო ხედავს აი ამ ჩვენი მთავრობის ისეთ პოლიტიკას, მტკიცე პოლიტიკას. უფრო შიგნით, გულის სიღრმეში უფრო პატივს ცემს ვიდრე მაგალითად ზელენსკის, რომელმაც ერთ დღეში ახალი კანონპროექტი შეიტანა, როგორც კი ხო, ჩაიკუკა ქვია მაგას. მეორე დღეს შეიტანა ახალი კანონპროექტი. კი ბატონო, ეხლა შორეული უცხოეთთან ახლო უცხოეთზე გადმოვიდეთ ჩვენ სამეზობლოში. აქაც საქმე გვაქვს ღვთისმადლით და ჩვენი ჭკუის წყალობით ნორმალურად. რუსეთთან ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ გავაგრძელებ რატო ამას მხოლოდ იდიოტი თუ იტყვის რომ იდიოტი იყო სააკაშვილი, როცა იძახდა რომ საქართველოს მისია აქვს და რა მისია იყო? ხიჭვი ყოფილიყო დართვის უკანალში. და ეს მისია რომ დაკარგა საქართველოს ღმერთმა, ერთ დაკარგა ბიძინაიმაშვილის მოსვლის შემდეგ გაქრა ეს სიგიჟე. ეხლა აქვს პრობლემა და ამის დაბრუნება უნდა. აზერბაიჯან რუსეთის, სომხეთ რუსეთის ურთიერთობები, თურქების ურთიერთობები რუსეთთან და აზერბაიჯანთან და სომხეთთან. სხვა შორის ფაშინიანი მაინც რაღაცნაირი ძალიან კარგი ლიდერია, იმიტომ რომ ივაშიმ ინაშიმ. ეხლა სად არის ფაშინიანი, ხო? მოსკოვშია. პოლიტიკა კომპლემენტარნესტი, სულ ამას გვეუბნება სომხები 90 წლებში. ანუ თავგზა აუბნია. ანუ დასავლეთსაც კომპლემენტარობის რა რუსეთთან ჭრის ეგა? ისტორიულად ჭრის ეგ რუსეთთან. აი გუშინ თქვენ თუ ბრძანეთ რომ ჩავიდა მოელაბარაკა რაღაცაზე შეთანხმდნენ ვითომ რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ ყოველ შემთხვევაში რაღაცა პერიოდის განმავლობაში ის წავე კრიტიკა რაც იყო სომხეთის მიმართ ის შეწყდება. ეხლა აზერბაიჯანზე არის კი ბატონო. ბოლო ხანები აზერბაიჯანი ძალიან წავეც რეაგირებს. მე აი ჩვენ ლაპარაკობდით მე და შალვა სანამ გადაცემა დაიწყება და ჩემი აზრით ალიევი ერთ-ერთი რეალპოლიტიკოსია, ისეთი მტკიცე რეალპოლიტიკოსი თანმიმდევრ რომ გამოდის თავის ქვეყნის ინტერესებიდან პირველ რიგში და რეალური პოლიტიკის გათვალისწინებით. არ მგონია ეს ისეთი მწვავე დაპირისპირება იყოს რომ ამაზე თამაშია. მე მგონია რომ უფრო დემონსტრატიულად თამაშის მეორე ტაიმზე გითხრები აგერ. პირველი შენი იყოს. დემონსტრატიულად შევრონები გამოართვა უკრაინელი ჯარის. თქვა რომ აი დამოკიდებულებისთვის უნდა იბრძოლო. აი ნუ ეს არ მოწონს რუსეთს რა. აი ერთ რამეს ვიტყვი რა, ყოველთვის გამსაზრდოთ ხოლმე ქმედების მიხედვით და არა სიტყვების და ლაპარაკის. მე არ მგონია რომ ეს რიტორიკა ალიევის გადაიზარდოს ან რაღაც დახმარებაში უკრაინის და ქმედებაში ანუ სხვა შორის ეს ძალიან სწორია რა. კიდე ერთი რამე რაც შემზე უკეთესად იცი. კაცო არა სასაცილოც კი იმაში საქართველოში 2008-ში რუსეთს შემოვარდა და ნუ მე ემან მედვედევმა თქვა და ფაქტით სახეზე იყო. შემოვედით იმისთვის რომ ნატოს ბაზები არ ყოფილიყო და ჩადეს ეს ორი ბაზა დომოკლეს מחვილივით როგორ ხო? ლოგიკა ხო, გასაგები იყო. უსიამოვნო, მაგრამ გასაგები მოვლენა იყო. აგერ უკრაინას შევარდა ისევ ნატოს ხსენები. და დავიწყეთ ახლა ლაპარაკი რომ რუსეთს აგდებენ ამერიკავკასიიდან. ამერიკავკასიიდან რუსეთს რო გააგდებ, იქიდან ხო თურქეთს შემოვა. თალსახად. ვაკუუმი ხო არ იქნება. არასოდეს. თურქეთი რა არის? ნატო არ არის. თალსახად კი ბატონო. და თურქეთი და აზერბაიჯანი ვინ არიან? ერთი ხალხი ორ ქვეყანაში. ორ ქვეყანაში. ხო რა. როგორც თვითონ ისინი თავად საუბრობენო. ისე რომ წესით აი იმ ლოგიკის რუსეთს თუ შევხედავთ, რასაც აქამდე ჩამოვთვალე. წესით ეხლა რუსეთი უნდა ტოვებდეს იქ საომარ მოქმედებები უნდა გაყინოს, გადმოისროლოს რაც ექნება აქეთ და აქ უნდა ორჯერ უფრო გააძლიეროს გიუმრის ბაზა. და ამიერკავკასიის დაკარგვა რუსეთისთვის, კავკასიის დაკარგვა არის დიდი პრობლემა. გარდა პრობლემისა არ იქნება მეთქი. არა, მესმის. ანუ როცა არასოდეს რუსეთი არ დაუშვებს თავის მხრიდან გულისხმობ მე იმას რომ ვინმე მეჩქვეშ დააყენოს მისი გავლენა
არა, კავკასია უფეთქდა. არ დაგავიწყდეს ამიერკავკასიის დაკარგვა, ჩრდილოკავკასიის დაკარგვა. ცალსახად და ჩრდილოკავკასია თუ დაკარგება, უფეთქდება ყველაფერი რა. იმიტომ რომ მარტო 80 წელიო მაგაც ეგრე ჩვენ რო ლაპარაკობთ, ჩვენგან არის ამიერკავკასია, თორე იქიდან რო უყურო, ის არის იმათთვის. ამიერკავკასია. ამიერკავკასია. იმიერკავკასია არის იმათ. მე მგონი რომ ასეთი რისკების ფონზე რუსეთი ხედავთ რომ არაფერს არ აკეთებს რეალურად. ხო და რატომ? იმიტომ რომ თქვა კონტენტ ბლეფი ქმედებები არ არის, არის სიტყვები, ხო? მაგრამ სიტყვები ხანახან ქმედებებზე მეტი პოლიტიკაში არ არის. არა, ნუ მოდი დიპლომატი კაცი ხარ. რაღაცა გარკვეული პატარა მონაკოთის განმავლობაში ან რაღაცა პრაგმატული მიზანი თუ გაქვს, ტაქტიკური სვლა, ტაქტიკის თვალსაზრისით კი ბატონო, მაგრამ სტრატეგიის თვალსაზრისით არანაირი. აი მაგალითად რო იპოვეს ახლა აზერბაიჯანულ ბოსნიელში ჭიები საოცრად რო აღმოჩნდა. უცბად რო აღმოჩნდა. ეს ხო ქმედება უკვე ხო დაჟა არის, იმიტომ რომ ძალიან დიდ ბაზარზეა. ჩვენი ღვინოც და ისიც თუ გახსოვს უცბად საწამლავი აღმოჩნდა და შეკეთებული ასე ვთქვათ ჟარგონით რო ვთქვათ მანამდე შესანიშნავად მიიწვია. კი ბატონო. მერე გამოყარეს ჩვენ აგზალეს და ხო ეხლა როცა დარებულობდა კი ბატონო. და მერე აღდა ყველაფერი. აი ისევე აღდგება ის აზერბაიჯანული ბოსნიური. მაშინ რაღაცა უნდა გამოივაჭრო. ყვავილებიც და ყველაფერი. ეჭვი მაქვს კონტე რომ შალვა რახან ჩვენი გამშველებელია ასე. სამხრეთს სხვა არ უკეთებენ საცაგურს. მაშინ ბოსტნეული არ გამოვა, ყველი უნდა ჩადო. ყველი უნდა ჩადო სათაგურში ბოსტნეული. ერთი ყველი აგი ბოსტნეული არ გამოვა. არა, რაღაცა ინტრიგა. აი ზუსტად ცარ გვიდა რა. ნაცარ სომხები მაგის ჩიტები, მაგას იაპონიაზე რო ამოს რა. მაგის კვაზი იაპონია და სომხები არ არიან მაგ. მაგათ აქ მართლა კომპლემენტარული პოლიტიკა რო აქვთ. ეგენიც ეგრე იოლად არ დათმობენ. სულ თავიდან მაგას ლაპარაკობდნენ, რომ ჩვენ კომპლემენტარული პოლიტიკა გვაქვს. მაგრამ კარგად უნდა რაოდენ უცნაურია სომხური საზოგადოება. ნატოს პროგრამები ერთდროულად დაიწყო თუ გახსოვთ 90-იანი წლების დასაწყისში ყველგან სომხეთში, ჩვენთან და აზერბაიჯანში და სწავლებები ხანით ტარდებოდა უმეტესაც ჩვენთან და სომხეთში, მაგრამ აზერბაიჯანი არ იკარებია. ხო, აზერბაიჯანში ნაკლებად, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ისინი როგორ უყურებენ ჩვენ რეგიონს. მაგალითად ნატო როგორ უყურებს, რუსეთი როგორ უყურებს, გავარკვიეთ ხო თითქოს. და ნატო როგორ უყურებს ჩვენ რეგიონს. ხო და აი, მეგობრებო, კიდე ერთი ძალიან საინტერესო რაღაც მინდა. საინტერესოა სომხური საზოგადოება, რომელიც მედეგი აღმოჩნდა მაგალითად ომის წაგების მიმართ, არ შეცვალა ხელისუფალი ეკლესიაზე თავდასხმების მიუხედავად, მაინც ხელისუფალი მეტნაკლებად თავისუფლად არის. ნუ ცხადია რომ რუსეთი უტევს თუნდაც იმ მილიარდერის და ოპოზიციის წინააღმდეგ რა რეპრესიები სტარდება, კაჩვილი ხმას არ იღებს. ძალიან დიდი. კი, ძალიან დიდი. და იმაში უკრაინაში. რამდენი ადამიანი დაიჭირეს აი ბოლო პერიოდში? თურქეთში. და ვინმე ხმას იღებს? ეს ფაქტია, ორმაგისტანგან თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანში ეს ყოველთვის ეგრე იყო, იქ არც არის ოპოზიცია. მოლდავეთი, უკრაინა. უკრაინაში არ არის ოპოზიცია, პრინციპში რო თქვა რომ მოლდოვაში არის რომ მოლდავეთში აღარ არის კი ბატონო, განადგურებულია. და ჩვენზე გაცილებით მეტად ევროპული ქვეყნებია. აქედან გამომდინარე გადავიღეთ ბებერი ევროპის ჩათლახობაზე რა. კონტეს რეპლიკას მოვიშველიებ სიტყვა და საქმე, ხო? ეგეთი ძალიან ცნობილი გაზეთი იყო. ხო. არ გახსოვთ? კი, როგორ ძალიან პოპულარულია. ვაჟაბერიძე და კარგი ხალხი ძალიან, კი ბატონო. ხო და აი საქმე შევხედოთ, კაცო, ნატოს ცხრნებია საქართველოში. კი ბატონო. სიტყვაზე გვაკრიტიკებენ და ცხრნებსაც ყოფენ აგე. ხო. საკმაოდ მასშტაბური. ნატოს პერსპექტივები ბუნდოვნად მეჩვენება ზოგადად ამ ომის შემდეგ, უკრაინის ომის შემდეგ, მაგრამ ნუ მაგას არ დააყენებს რუსი აქ რაკეტას და არც უკრაინაში დააყენებდა. სხვათა შორის რუსი ლიბერალები გიждდებოდნენ. ეს ეხო მოსკვის უფროსი რო იყო, ძალიან ცნობილი ეხო მოსკვის უფროსი დამავიწყდა გვარდიას სახელი, ჭადის სახელი დაგავიწყდა. პუტინთან კამათობდა, უყურებდი ადრე 15 წლის წინ და რატო ვართო წინააღმდეგი უკრაინა რო იქ ბაზები განლაგდებაო და რატო და
подлётное время ракету, какое-то имеет значение. Рашуаш რამდენ მშლობა, რამდენ ხანში მოვბრდება რაკეტა და როგორ არა. ანუ 5 წუთში მოვა რაკეტა თუ 15 წუთშიო, არცებითი მნიშვნელობა აქვს რუსებისთვის. ჩვენ ეხა ჩვენ პატარა ქვეყანა რო არის და მანქანით რო 3 საათში გაივლი, ხო? მაგას ეხა ჩვენს შემეცნებაში ეს არზის. უზარმაზარი რუსეთი თავს აგზნობს კომფორტულად, როცა სამცირე ხანი უნდა რაკეტას. მთელი ამბები არის დაფუძნებული გეოპოლიტიკა არის დაფუძნებული წიაღისეულზე, ჩემი აზრით, მარშრუტებზე და იარაღზე. ეს სამი რამეა. თან არ დაგავიწყდეს შალვა რომ რაკეტა შემოიტანე და რაკეტის გარეშედაც რუსეთს უქონდა ბუფერული ზონების კეთების და ეხლა ღიად განაცხადა კი ბატონო. მისი გავლენის სფერო უნდა იყოს აუცილებლად საზღვრიდან რაღაცა მონაკვეთი მოშორება. საბჭოთა კავშირი შექმნა ფაქტიურად მაგისთვის და ფინეთის ომი ამიტომ არ დაიწყო. ეუნებოდა რომ მომეცი ტერიტორია სამაგიეროდ სხვას მოგცემდა. და რაც თავარია, მით უმეტეს რაკეტები ხდიან ახლა მაგ რაც თემას. თავარია რუსეთის მაგ პოლიტიკას დასავლეთი ყოველთვის გაგებით ხდებოდა. კი. ყოველთვის ცივი ომის დროს. იმიტომ მასაც აქვს დროს კი არა ვილსონის 14 პუნქტში პირველი მსოფლიო ომის მერე. ერთ-ერთი პუნქტი იყო სპეციალურად რუსეთზე და იყო ნათქვამი რომ რუსეთის დაშლა არ შეიძლება, არ უნდა დაუშვან არანაირად და მაგის მერე შეწყვეტეს იარაღის მიწოდება. თეთრგვარდიელები. ხო, იმიტომ რომ საბჭოეთი გახდა, საბჭოეთი რასიზმ მაგასთან იმიტომ რომ ანალოგიურად იწოდა. როცა ხრუშოვმა მიქარა, მაგრამ რა ეკნა? ბევრი მიქარა. კუბაში ბირთვული იარაღი ჩაიტანა, ომი დაიწყო ამის კენედიმთან, კენედიმ რომელიც მშვიდობის ყოფილი იყო. ანუ ეს მიიღებული პრაქტიკაა უბრალოდ რა. მაგას ვამბობ ზუსტად რომ ხო, მარტო რუსეთის არ არის. არა, მიიღებული პრაქტიკა ტრამპი მაგიტომ იძახის რომ რუსეთზე, ამიტომ იძახის რომ ესმის, როდესაც ეს ომი წამოიწყო, ხო უარესებსაც იძახის, მაგრამ ესმის. და ეს რო იმის ომია, ნახე, ბაიდენის ომია, მისი არა. მოდი ახლა საქართველოს გადმოვიდეთ ჩათლახე ევროპაზე. ანუ ორმაგი სტანდარტები არის ძალაში როგორ იცი? ადრე არისო ეგრე. ევროპაზე ჯეროდა. მინიმუმ ორმაგი, კი ბატონო. ახლა უბრალოდ ერთი რაღაცა მინდა. ხო, ახლა მაგალითად რახან ეგ თქვი. ხო. ზელენსკიმ რაც გააკეთა, რომ ეს გააუქმა. ეგრევე. კანონზე ვიძახი. ამაზე ევრო ქალებმა. არა, ევროჩათლახები. ხელმძღვანელობა ასე თქვა. ხო, რატოზე ევრობიუროკრატია, როგორც ამბობენ. შეშფოთდა. ხო. ეს რო შევშფოთდით. ხო, არა, მე ჩვენთან რაც ხდება ხოლმე, იმაზე აღშფოთდებიან ხოლმე. ხო, შეშფოთების ნაწილი გაიარეს. ხო და მაგას იძახი რატო როცა გაცილებით უფრო რაღაცა ისეთი რომელიც მათთვის ესეთი მწვავე არ უნდა იყოს. ღირებულებებიდან გამომდინარე. ჩვენთან აღშფოთდებიან ხოლმე და ზელენსკიმ რაც გააკეთა, იმაზე განცხადება იყო რომ ინტერესი აქვს იქ. ჯერესერთი იმიტომ რომ ზელენსკიმ გაბედა და ზელენსკი ხო გარედან იმართება, ფული გარედან აქვს და მოდი რა ფულს ვინც გიხდის, მუსიკას ის უკვეთის. ეგ დაარღვია ზელენსკიმ, ეგა. იმიტომ გადაწყვეტა რახან მე ჩემ ხალხს ხოცავ, ცოტა მეტი თავისუფლება მომეცი და ნურას უკაცრავათო მიშასი არ იყოს სააკაშვილის. ჩაკეტა ეგ ძალიან მაგარია, უნდა გითხრათ. მეგობრებო, იცით ალბათ, მაგრამ ვიღადაოთ რა. ეს უბედური რო არის ხაბეიშვილი. რაღაცა თქვა მოსყიდვაზე ქართული ოცნების ჩინონიკების და მიშამ გააგრძელა. ჩინონიკების არა, თან პოლიციელების პირდაპირ ჩინონიკების ხო რომ $200,000 მოგიცით ეს ამბავი? $200,000 მოგცემთო. რომ რამე ფაქტი დაფუძნებული ანონიმურობას დაცულიყო და მე რიწევა მაგარი. ონდო ეს 200 ძალიანად კი არ იძლევა. არა, $200-იო, $200,000 როცა გავიმარჯვებთ, მე მოგცემდა და ბოლოს მე ჩემ სიტყვას ვასრულებ კი წნე გამავიდა და ზუსტად ქართული გენიალური ფრაზა ოქროს სარაია საგიშენებ. ჩემსაც მომჩემერე. ბიჭო, მოსკნულაც რო არის. ამათი რომელი იდიოტი მოსლეს მოღალატე როგორ მუშაობს. ანუ მოღალატე ფულს რო იღებს რაღაცაში. ხო, იდეური მოღალატე არ არის. იყვნენ ესეთი იდეური მოღალატეები, ფულს არ იღებდნენ, კაცო და მუშაობდნენ. ეს კემბრიჯსკაია ბიჭორკა და ვიღაცები იყვნენ. ნუ აი იდეური მოსაზრების გამო. ვიღაც გარეწარი ფულს იღებს. ოღონდ აი მე მოგცემ ზეგ პოსლეზე. ვაიმე ეს როგორი შეურაცხყოფაა, იცი? და იყო მაგის Facebook-შიც მისცემს თუ არ მისცემს
რა გამახსენდა იცი მოხუცებს რომ კბილები დაადროს აბა ბიჭო მაგარი და შო წავიდა აღარა ვარ თან თქვენ დედაცვათილეო და ზელენსკის რო დაუბრუნდეთ ძალიან სიმპტომატიური იყო ეგ მოვლენა რა ხო რომელი რომ აი ესე მის ცხეს უკაცრავად კი უკარო პლასტიკარო დაატრია ერთი დღის მერე რომ ახალი კანონი შეიტანა ეს აჩვენებს პირდაპირ ვინ მართავს მას ხო ვინ მართავს უკრაინას ხელისუფლებას მართავს თუ არა კიდე ეგეც საკითხავია იქ რა მოგეხსენება რომ წამოწსენების სპეციალისტია ხო რაღაცებს იმაშობა და მაგრამ ხო რამოდენიმეჯერ თქვა რომ იმ ფულიდან რასაც ვიძლევდი ერაღიდან მიზანთან რა მიდის კაცმა არ იცისო ხო ძალიან ბევრი არ დაიხარჯა იარაღშიო ჩვენი ეჭვობა ისე რომ მე მგონი დატრიალდა უკვე ეგ საკითხი რომ სად მიდის ამერიკის და ევროპის და ამ შემდეგ მაგას დაემატა ის საკითხიც რომ ტყუილა არ მოგცემთ ფული გადაიხადოს ევროპამ და მე კი ბატონო მოგცემთ ეგ მაგაზე ადრე იყო ეგ ძალიან სიმპტომატიური განცხადება იყო რა ტყუილა იარაღს არ მოგცემთ ტრამპმა დაალაგა იდეალურად ის რაღაცა საწოდავი რუსეთის დაბომბვას და დაპყრობას რაც გადაურჩა ის ინფრასტრუქტურა და წიაღისეული მიითვისა მე 5%-მდე ბრუნვას ახლა გააზრდნენ ბრუნვიდან 5% წილი უნდა დაახარჯინოს ნატოს წევრ ქვეყნების შეერაღებაში ოღონდ ეს შეერაღება მასთან უნდა იყიდოს თვითონ არაფრის მიმცემი აღარ არის ჩემი აზრით შეიძლება შეამციროს კონტინგენტი იტალიაში და გერმანიაში ჩემი აზრით ნუ აქ არ ვიყავი შენ დასტუმრად მაგაზე რო ველაპარაკეთ რომ ის კაცი ბიზნესმენია ხო პირველ რიგში და არც მალავს ეძახის რომ მე პირველ რიგში ვარ ბიზნესმენი კი ბატონო უფრო ზუსტად ითვლის რა ითვლის მე ვარ დამთვლელი პრეზიდენტი ხო რა და შეიძლება ჩართოს რომ რამშტეინში და ამდენი ბაზა თურმე მარტო გერმანიაში ასობით ბაზა არის ასობით ადგილი სადაც ჯარისკაცები არა შეიძლება თქვას რომ არ არის მომგე თქვენ თავი თქვენ დაიცავით ხო არა ეგეთი ბევრი რამე თქვა უკვე და კიდე ბევრი სიტყვის რა არის მომგებიანია ხო და აი გადმოვიდეთ მე მგონი ტრამპის ნათქვამებიც ზელენსკის ქცევის შეცვლას ნაწილობრივ ეგენი ამ ჩხუბის მერე ვერ დაალაგდებიან ეხო იცით დაიბომა ვერ დაალაგდებიან მაგის შანსი არ არის საბოლოოდ გადააგდებს და ეხა საქართველოს რო კონცენტრირდეთ ერთი რამე მაინტერესებს და დავასრულოთ მაგრამ ესეთი საკითხია ბიჭო აი ადრე ვამბობდით ჩვენ რომ ეხლა ბრიტანეთში ეთნოფსიქოლოგია კარგად იცოდნენ ბრიტანეთში ბრიტანული დაზვერვა 20 ჯარისკაცით მართავდა კონტინენტებს ნუ 20 არა 200 არა მართლა ბევრი არ ყავდათ ახლა იმხელა აფრიკა დაიპყრეს ინდოეთი არ იყო სად იყო ბრიტანეთში ამდენი ჯარი ხო ამერიკა და რავი ავსტრალია და ყველაფერს მართავდა ბრიტანეთი ინტრიგების მეშვეობით ანუ ეთნოფსიქოლოგია იცოდა კარგად როდესაც გვითხრეს ევროპამ და ამერიკამ გითხრა ეგეთი რაღაცა უფრო ევროპამ რომ აი ეს LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი რომელიც ბავშვებს იცავს ეს გააუქმეთო ამით ხო ჯოკერი მოგცა 5 ჯოკერი თქვენი აზრით შეეშალათ რატო ხო შეიძლება ეს თემა არ წამოეწყოთ რა ვიცი ჩემი აზრით იმიტომ რომ ესეც მithქვამს მათი აზროვნება ხო აბსოლუტურად მიმართული აზროვნება განსხვავდება ჩვენი აზროვნებისაგან მაგრამ ჩვენზე უნდა იმოქმედონ ამიტომ ჩვენერად უნდა იაზრონ ერიით უნდა იაზრონ მათ ვერ წარმოუდგენიათ რომ ეხლა 21 საუკუნეში საქართველოში იმ დონეზე არის პრიორიტეტი ოჯახის იმის ჩადებული ამ კანონში ჩვენი ღირებულების და იმის რომ ის უფრო წინ დავაყენოთ ვიდრე პრაგმატული მათ მიერ თავის თავიდან ნაკარნახევი აკეთებს პროგნოზს ანუ მაშინ არა მე ვიცი ერთი რამ რომ მტერი რო დაშალო მტერში რო შეიტანო ფსიქოლოგიური პრობლემა აი ფსიქოლოგიკაცი ხარ და იქ რო მასობრივი ფსიქოზი მოახდინო შენ უნდა ფლობდე იმ ინსტრუმენტებს იმ მასობრივ ეთნოფსიქოლოგიას სიმებს უნდა ხო უნდა გძნობდე რუსეთი ამას აკეთებდა იდეალურად ჩვენთან მაგრამ თავის დროზე ინგლისს აქვს უზარმაზარი გამოცდილება აზიის აქვს სულიერ ცხოვრებაში კავკასიაში გაცილებით მეტი ვიდრე ამერიკელებს და ვისაც ვინებავთ ერთადერთი გერმანია თუ შეეჯიბრება გერმანია სამწუხაროდ ახლო რეგიონში გერმანია სამწუხაროდ თამაშიდან არის გასული
კავკასიაში ნაკლებად ეგერთი თვითონ ინგლისს რა ერთი შემოსვლა ქონდა და გავიდა. მაგრამ ხوار დაუბერდა ინგლისის ლობი. და ამერიკელებისაც და ევროპელებისაც. არ ვიცი. ეს ერთ-ერთი ნაბიჯი იყო, ეს არ იყო საჭირო, მეგობრებო. ეს თავდაცვის მოქცა იდეალური ამბავი. მიღებულია შალვა, რომ შენ თავი უნდა ჩააყენო იმის ადგილზე. ვისაც ებრძვი. არა, რომ ნაბიჯი გაიგო, რატო აკეთებს ამას. კი ბატონო. ხო, მოდი აბა ჩავაყენოთ. ჩვენ თუ ჩავაყენებთ იმათ ადგილზე, ევრობიუროკრატიის ადგილზე, ევრობიუროკრატიის ადგილზე, მაშინ ეს მათი ანუ აზროვნების საერთოდ ვერ წარმოვიდგენთ, რომ შეიძლება ესეთ ქვეყანა არსებობდეს, სადაც ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კი, მე ასე მგონია. მაშინ მოგვიგია და ეგ არის. ისედაც ვიცოდი რომ მოვიგებდით, მაგრამ ანუ აბსოლუტურად უგუნური ხალხთან აგვაქვს საქმე. მე აქ რაღაც ზედმეტ პათეტიკას კი არ უბერავა. მე მგონი შალვა გატეხვის ეშხი აქვს რა. აი უნდათ რომ გაგტეხო. მოახერხებენ? მაშინ უნდა დაუბრუნდეთ იმას, რაც ძალიან ბევრჯერ გითქვია ჩვენც და სხვასაც. აი ეს ხარის და იუპიტერის ამბავი. ის ასე პატიება. ის დარწმუნებულია იმაში, რომ ის არის მენტორი, რასაც გეტყვის, ის წერს თამაშის წესებს, როგორც გეტყვის საქართველოს ნაერმა ქვეყანამ ეს უნდა შეასრულოს. და როცა ხედავს, რომ არის ისეთი მთავრობა, რომელიც ამას არ ასრულებს, ულაპარაკოთ. ამაზე აქ გაღიზიანება დიპლომატიურად რო თქვა. პატარა დიპლომატიური პატარა ამბავია სასიხარულო, გავშტუ შეიძლება ფოტო. ხო, აი არ ვიცი ხა. ფოტოს შეხედეთ, მეგობრებო. ოჰო. არაღიარებული მთავრობაა, მეგობარი აქტი მზადდება და ჩვენ საერთოდ და ჩაგვხსნან სვიფტიდან და ესეთი ფოტო არაღიარებული მთავრობის ბჭყალებში, ელჩი, სადაც არის და რასაკეთებს გიხედავთ ამ ყველაფერს. მადლობთ. ხო, აი ამ ბედნიერი რა, ეხლა მერტო ჩემო რა გვიხარია რა. კარგი. არა, რა გვიხარია, ხო რა ბუნებრივია. სასიამოვნო ცნობაა, რა თქმა უნდა. ამით მეგობრებო, გემშვიდობებით ჩვენ მივიდივართ დასასვენებლად, ცოტა ხნით დაისვენეთ ჩვენგან, მაგრამ ჩვენ მაინც აუცილებლად მალე დაბრუნდებით და ყველაფერი იქნება კარგად ჩვენ მოვიგებთ. ქართველი ხალხი მოუგებს იმათ, ვისაც არ უნდა ჩვენი კარგად ყოფნა. გემშვიდობებით. აბა, მოგესალმებით. გზავრობა და რა თქმა უნდა.